გამარჯობა. ცოტა ახლოს დანიელ შენც გავიდა. ხო. მოგესალმებით მეგობრებო, ამერიკული პოდკასტი. ერთი კვირის განმავლობით გიბრუნდებით, იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სეზონების ცვალებასთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში რაც გვინდა გითხრათ ეს არის, რომ ძალიან მოგვენატრეთ და მოგვენატრა აქ ჩდომა და საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც ყველას ჩვენ ერთად გვაწუხებს, შესაბამისად გიბრუნდებით ისევ, ვაგრძელებთ მუშაობას, ვაგრძელებთ თქვენთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, მალხაზ რამიშვილი არის ჩემს გვერდით, ჩვენი ფინანსური ექსპერტი და ადამიანი, რომელიც არის სულის ჩამდგმელი თუნდაც აი ამ პლატფორმის და არა მხოლოდ ამის, არაერთი პლატფორმისა, განსაკუთრებით წელს, თქვენ უკვე იცით როგორ გავიზარდეთ, ამაზე ჩვენ საუბრობდით წინა პოდკასტებში, მაგრამ ეხლა გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო იდეა, რომ რა გავაკეთოთ ამ ჩვენ პოდკასტებთან ერთად და გადავწყვიტეთ, რომ უფრო ახლოს გაგეცნოთ და უფრო ახლოს გაგაცნოთ ჩვენი გუნდი, რომელიც აი ამ ტაქსების სეზონის განმავლობაში მუშაობდა თქვენთვის, თქვენთან ერთად, თქვენი ფინანსებისთვის, თქვენი ასე ვთქვათ, კომფორტისთვის, სიმშვიდისთვის და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი ასეთი ჩვენი თანამშრომელი არის არ დავაცადე წარდგენის თლიანად ავიღე როგორც მახასიათებს ხოლმე და ჩვენი ერთ-ერთი ასე ვთქვათ თანამშრომელი, მენეჯერი ამ ოფისისა, რომელიც ზედამხედველობს ფაქტობრივად ძირითადად ამ პროცესებს და მას ერგო მულტიენობრივი პლატფორმის ხელმძღვანელობაც კი დანიელ რამიშვილია ეს ადამიანი, არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული, მის ნიჭებს შორის არის ეს რა ქვია ბუდისტვის დამახასიათებელი სიმშვიდევნების მიერ სიტუაციაში და კონტროლის ქვეშ ყოლა ნებისმიერი თუნდაც გართულების. დანიელ, მოგესალმებით. ოღონდ ჩვენ მახასიათებელი. მის თანამდებობას კი პროცეს მენეჯერი. ხო. აი, პროცესი რა არის? რო შემოდის ადამიანი, გვაბარებს თავის ფინანსებს და ეს ფინანსები ამანდა მიიღოს ფორმა tax return-ის ესე ვთქვათ და ჩაბარდეს მერე შესაბამის ორგანოებს და დაუბრუნდეს ამ ყველაფრის ესე ვთქვათ ისეთი მუშაობისთვის, აწყობილი მუშაობისთვის არის დანიელი მოწოდებული ესე ვთქვათ რა, ეს არის მისი როლი. და რახან ის აქ არის გაზრდილი აქ ორი სკოლა აგდამთავრებული ის შემდეგ მულტინაციონალური ოფისის მეზღვანელობაც შემოგვიყვანოს. შეგახსენებთ რომ ჩვენ გქონდა ჯერ მოგვესალმე და დანარჩენებს მოგესალმებით საზადო მალხაზ, ძალიან დიდი პატივია რომ პოდკასტში მომიწვიეთ. პირველი ეპიზოდიდან გიყურებთ და ძალიან მომწონს ეს პოდკასტი და მე საერთოდ ამ პოდკასტების ფანი ვარ. ძალიან ბევრ პოდკასტებს ვუსმენ და თქვენი პოდკასტიც მომწონს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით. ჩვენც ხშირად ვიღებთ მომერჩევებს შენგან, ასე რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ, აქეთ ამ მხარესაც, ანუ კამერის აქეთ ამ მხარესაც და კამერის აისბერგის პრინციპით, კამერის იქით უფრო დიდი ვართ და უფრო მნიშვნელოვანი, ასე რომ იქით ამ მხრიდანაც ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ, რომელიც გუზრდის პოდკასტის წამყვანებად არ დავაბადებულ ვართ არც მე და არც ბატონი მალხაზი რა თქმა უნდა დრო მოიტანა რომ ვჭირდება ადამიანებთან ესეთი კომუნიკაცია რომელიც სხვათა შორის სახალისო თქვენ მოგწონდეს რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა დიდად არა ვარ გარკვეული პოდკასტების სპეციფიკაში როგორც ვთქვათ საჟურნალეთა, გაზეთოსა, ბეჭდური, გინდათ რადიო, მედიის, რაც მიკეთებია, ეს ახალი ფორმატია, აი 10-12 წელია რაც ეს პოპულარული გახდა პოდკასტი. ეს განსხვავებულია აბსოლუტურად ჟანრი და განსხვავებულია, ამბობენ ახლა თავიდან რომ დავიწყეთ, ვისაც ჩემსავით არა გამოცდილება აი როგორ პოდკასტებში ისინი ესეთ შენიშვნებსაც გვაძლევდნენ, რომ ჩქარა ისე ნელა ლაპარაკობთო და დიდი ხანი მიდიხართ სათქმელამდე. პოდკასტი ეგ არის ზუსტად როგორც ჩავიხედეთ, მოვისმინეთ და უყურეთ, ეს არის როგორც აი სამი კაცი დავჯექით სადღაც ბირჟაზე და საუბრობთ რა.
ამას ახლა 15 წუთში თუ იქ ბირჟაზე მოაყომარე ყველაფერი მოყევი და მოგიყვნენ ეს არის უფრო საქმოსანი ხალხი რომ აი relaxing სიტუაციაში თორე არსებობს საქმიანი შეხვედრები რომლებსაც დარწმუნებული ვარ მალხაზი არ ლაპარაკობს ნელა და არ ლაპარაკობს შემოვლითი გზებიდან ისეთ ნელა ლაპარაკი კი ბატონო შეიძლება გამაღიზიანებელია მაგრამ ის რომ ჩვენ საქმესთან ნელა მივდივართ სხვა პირდაპირ არ მოუჭრით სათქმელს და არ ვამთავრებთ ეგ სხვა ჟანრია ეგ არის რეკლამა ეგ არის გვაქვს 13 წამიანი ვიდეოებიც სადაც მარტო სათქმელია და მარტო სათქმელი 1 წუთიანიც და 2 წუთიანიც მაგრამ ეს კიდე 2 საათიანი რეჟიმია და ნუ ამას თავისი ადგილი აქვს ხო? თონი ანუ ეს ბევრი ადამიანისთვისაც ახალი ფორმატი არის პოდკასტი ბევრი ახალი მსმენელებისთვის და ანუ ეს YouTube ვიდეო არ არის რომ რაღაც ძალიან მოკლედ გააკეთო და 15 წუთში ჩაატიო რაღაცა და ეს ფოტოშოპის მალხაზისთან დაკავშირებით მინდა დამემატებინა რომ ერთ-ერთ გადაცემაშიც თუ პოდკასტშიც აი მეც ხო ცოტა ძველი თაობის ტიპივით რომ გადაცემას ვეძახი ხოლმე ვიჭერ ამაზე ჩემ თავს მაგრამ აი პოდკასტშიც საუბრობდით იმაზე რომ ფაქტობრივად მედიის რამხელა ევოლუციამ გამოიარა თქვენ ხელში და რაღაცნაირი თოლერანსი გაქვთ ახალი ფორმატების მიმართ რა. ეგ ძალიან იშვიათი რაღაცაა სხვათა შორის, იმიტომ რომ ახალი ფორმატები, რომლებიც ახალი ფორმატებს ახალი ტექნოლოგიები აჩენენ ახლა რომ ჯიბეში რო გაქვს რა ქვია ტელეფონისა და იქ კიდე აპლიკაციასაც შეიძლება ატვირთო, აი ეს უკვე გიქმნის ფორმატს და ამის მიმართ თოლერანსი მაგი არის ერთი რაღაცა რა ეგ ინოვაცია მე მიმაჩნდას თავიდან ჩემ ძლიერ მხარეთ ესე თქვა. რომ დავიწყეთ გაზეთის კეთება 1990 წელს მაშინ თქვით რომ მოდი გავაკეთოთ კომპიუტერზე ეს გაზეთი და არა რაღაც გასოთანწყობების და რაღაცის ძველი ისინი და მაშინ ერთ-ერთი პირველი კომპიუტერები თბილისში ჩვენ შემოვიტანეთ, მაგრამ მაგას დავიგანებთ ახლა არის ეგეთი გამოთქმა go big or go home ან გაიზარდა სახშცადი ან ახალ რაღაცას არ ვერ მიიღებ და დაიხურე მაშინ ხო ეგ ისეთი რაღაც ერთი ადრე იყო ეგეთი შეხვედრა ერთ რაღაც ინტერვიუში მოვყევი მაგრამ ესეთი შეხვედრა იყო ადრე თურქეთში ჩამოვიდა ეს გამოცემლების ძალიან დიდი რაოდენობა და გამოდის სიტყვით ესა New York Times-ის თავი რედაქტორი იყო სომერსი მაშინ და გამოდის და უყვება და ეკითხებიან შეკითხვა უამრავი ხალხით არის ავსე ესა და აგრეთი ყაზახი და უსვამს კითხავს რომ აი კი ეს ეხლა რომ ინტერნეტია და შეიცვალა თქვენი ფორმატი და ხე ინტერნეტზე გადადიხართ როგორ იმას იზრუნო ნამა თქვა რომ ჩვენ თლიანად ავითვისებთ ამ ინტერნეტის ფორმატს ძალიან ძველ ამბავს ხო ავითვისებთ ამ ინტერნეტის ფორმატს და გამოვიყენებთ და ჩვენი კონტენტი თავარია კონტენტი და გვექნება ინტერნეტზეც ეს არ მოეშვა და ენება აი თქვათ ინტერნეტში გადახვედით ახლა და 20 წელიწადში გამოვიდა სხვა რამე კიდე ინტერნეტის მაგორი მე რას იზამთ ამოთხარ 20 წელიწადშიც გადავალთ იმ მეორე რაღაცას დავითვისებთ მეორე რა პრობლემა ეს ამბობს რომ 50 წელიწადშიო მე რამე რომ ამოთხარ რომ გადახედა აუდიტორიას და 50 წელიწადშიო ერთ რამეს გეტყვით რომ 90%-იან დარბაზის მკვრები ვიქნებით. ხო ან გადავალთ საერთოდ. შეიძლება გზაზე ვეღარ გადავიდეთ. რაც ახალ ტექნოლოგია. ეგ ნახდათ რაც ვიციო, არ ვიციო მესამე ინტერნეტი გამოვა თუ რა მოხდება და ისა, მაგრამ ყველა რომ დავიხოცებით გადავით. ინტერნეტზე არის ნათქვამი რომ არსებობს predictable, ანუ პროგნოზირებადი ტექნოლოგიები რა. ინტერნეტი ითვლება ბევრი მკვლევარი ამბობს მაგაზე რომ ყველაზე არაპრედიქტებულ ანუ ვერ ფანტასტმა მწერლებმაც ვერ იცინას წარმეტყველეს რაღაცებს კი აბრალებენ ვიღაცებს რომ იქ ხა ესეთი რამე თქვეს რომ არა ინტერნეტი ვერ იცინას წარმეტყველა ვერავინ და ვერაფერმა ისეთი უცნაური მოვლენა იყო ზოგადად ანუ პოდკასტის მომავალში რო გავიხედოთ პოდკასტი იქნება თუ კიდე სხვა ფორმატი იქნება თუ დაგჭირდება
მივმართოთ ჩვენ ხალხს იმ ფორმატსაც ავითვისებს იმის შემდეგ ფორმატსაც, მაგრამ 50 წელიწადში არ ამგონია რომ რამე მოახერხოთ. აი ცით იქნება იქაც იცვლება რაღაცეები. კი, უკუდავებასთან დაკავშირებით. არის სიახლეები კი. ძალიან ბევრ მეცნიერს ჯერა რომ სადღაც 50-70 წელიწადში ადამიანი გახდება უკუდავი. და ეს მე ან რო გითხრა რომ გახტოვანებული ვარ თქო იმიტომ რომ გასაგებია ყველა უკუდავებაზე როცა მიდის ლაპარაკი ყველა თავის თავზე ფიქრობს და სიამდვილეში რამდენი ძალიან ცუდი ადამიანი შეიძლება გახდეს უკუდავი მაგაზე არავინ არ ფიქრობს აშე ეგ ნაფიქრია უკვე ეს ხალხურ იმაში სიბრძნეში რუსულში კაშე ბესმერს უკუდავი იყო კაშე მაგრამ იქ იყო რაღაც ერთი ისა რომ მისი სიცოცხლე იყო კვერცხში და ეს კვერცხი იყო 900 იმ კვერცხში და გაგეტეხა ხშირად გამოყენებადი ატრიბუტი გახდა თან ბოლო პერიოდში საქართველოში ასე რომ სადმე იმ ცუდი ხალხის სიცოცხლე იქნება კვერცხში და კვერცხი იქნება 900 იქით და ვინ გატეხავს იმ კვერცხს ამოიღებს იმ დენს და გატეხავს არა ძალიან ბევრი ადამიანი არის ვისაც კაცობრიობას არ აწყობს უკდავი გახდეს და თავის პლუსებიც აქვს ალბათ არის ხალხი რომელთა სავარაუდო სიკვდილი და ის ფაქტი რომ უკდავია ძალიან მიმსუბუქებს დღის განმავლობაში გაწყობად ასე რომ მოდი სიკვდილის ის რა ქვია ფაქტორი იქით გადავდოთ მაგაზე გადავიდეთ რაც მეორე რაც გარდაუვალი გადასახადები ორი რამეა გარდაუვალი სიკვდილი და გადასახადები გადავიდეთ ამ მეორეზე რომელიც გარდაუვალია და დანიელი რო უკეთ გაგაცნოთ სანამ უკეთ გაგაცნობ ჯერ ჩვენი ოფისის შესახებ აი ამ ახალი პლატფორმის შესახებ რო გვითხრას ორი სიტყვით როგორ წარიმართა წლევანდელი წელი რამდენად კმაყოფილი ხალხ იმით რაც რადინებაც ქონდა ხალხს რამდენად გაიზარდა წელს ჩვენი კომპანია და რო გაიზარდა ფაქტობრივად ეს ვიცით ორი ანუ ერთი ოფისი დაგვემატა და ერთი აპლიკაცია დაგვემატა რომელიც ფაქტობრივად მუშაობს და აი ეს რომ მოგვიყვე კი რა თქმა უნდა ანუ წელს ძალიან ბევრი ცვლილება არის ჩვენ კომპანიაშიც ჩვენ ოფისში როგორც უკვე თქვით ანუ დაგვემატა ახალი ოფისი ახალი ლოკაცია ასევე ახალი აპლიკაცია და ბევრი ახალი რამდენი ახალი ენა დაგვემატა უამრავი ახალი ენა ათობით ახალი ენა დაგვემატა და ძალიან ბევრი ახალი რა თქმა უნდა კოსტუმერი, ასე ვთქვათ, მომხმარებელი და ასევე თანამშრომელი და ძალიან მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ყველას დავეხმაროთ. და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ ყველა ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და შემდეგ წელსაც ჩვენთან ერთად იყვნენ. და ერთი კითხვა მაქვს, ვის უფრო ეხმარებით ჩვენ ამერიკის ბიუჯეტს თუ მომხმარებლებს? ეს ვისი ბუღალტრები ვართ ჩვენ? ხალხის თუ ARS-ის, ხო? ეგ არის. ჩვენ ვართ ხალხის. მე კიდევ ვიტყოდი რომ რუსული გამოცდაა, что овцы были целы и волки были сыты. ორივე და არ წვადი დავწვა და შამპური კი არა, წვადიც უნდა დავწვა, შამპურის გლებიც უნდა დავაპუროთ და ცოცხლებით ცოცხლები დაგვჭირნა ეგეთი. რაღაცა კი ეს არის, ხო. იდეალური სისტემაა მოსაფიქრებელი კი ბატონო. ეს არის ჩვენი ამოცანა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ეს კაი თემა შევეხეთ, ძალიან ხშირად არის ხოლმე რო გვიკომენტარებენ, რომ როდესაც ჩვენ მოუწოდებთ ადამიანებს, რომ კორექტირებადი არის ეს რამდენი სურვილიც გაქვს რომ გადაიხადო გადასახადი და რაღაცა ადამიანები ხშირად იგებენ იმას რომ ჩვენ თითქოს მოუწოდებთ ვინმეს რომ რამე დამალონ და კიდევ ერთხელ გვინდა რომ გავაჟღეროთ რომ ეს არის აბსოლუტურად ლეგალური პროცედურა იძლევა საშუალებას კანონი იმის რომ თავად გადაწყვიტოთ რა გადასახადები როგორ გადაიხადოთ რა რითარნი გქონდეთ და ასე შემდეგ. თუმცა არა მეგრე არ არის თათ არ მინდა არ გადავიხდი არა
არის. მაგას არ გულისხმობ, ანუ ხო არის ეს რაღაცა რეინჯები ვით, რომ კვალიფიციური ადამიანების ხელში ბევრი საშუალებებია ყოველთვის. ლეგალური, ხო. და ანუ გვიწევს ხოლმე ანუ ამ თემაზე რაღაც ანუ ამ თემასთან გვიწევს ხოლმე ვიდეოების ჩაწერა და მე გვემუქრებიან დეპორტაციით, განსაკუთრებით ოფისში თუ ვინმე ეს არის რა ქვია მოქალაქე არის ამერიკის, მაინც იმაზე უგნებიან ხოლმე გაგადეპორტებენ მაგალითად დანიელს. მე მითხრესო ტრამპმა უნდა დამადეპორტოს და დანიელს იმის გამო რომ ძალიან გთხოვთ რომ არ უთხრათ ტრამპსო დამადეპორტოს. კარგი უმორის გზნობა აქვს დანიელს და მის სცენარისტს. ამის გამო რატომღაც გადაწყვიტეს რომ ტრამპი დაადეპორტებს ამ დროს რასაც ჩვენ იქ ვსაუბრობთ არის აბსოლუტურად ლეგალური და იუმორისტული და სახალისო მეგობრებო გაერთეთ ჩვენთან ერთად ჩვენ ძირითადად ამ ოფისურ ცხოვრებას ვიხალისებთ ხოლმე ესე რა ვიღებთ კონტენტს რაც ჩვენ მოგწონს ზოგი კარგია ზოგი საშუალოა ზოგი შეიძლება საერთოდ არ ვარ მაგრამ ვიზრდებით ესე ვიზრდებით ყველა მოსთავარია ყურადღების ცენტრში რჩებით ხმარებლის და ადამიანების მოხმარების ყურადღების ცენტრში რჩებით იმიტომ რომ მოვარდება ხოლმე დანიელის არასკროლო არის სწავლო ინგლისური იმის მე აღარ ამისკროლი არაფერი მე ინგლისური სწავლას ანუ ხალხს დავანებებინა ინგლისურს აღარ სწავლობენ უკვე ქართველები უკვე ჩვენ იმედზე არიან კი ბატონო ხო და ესე იგი წელს გქონდა ჩვენ განსაკუთრებული წელი გამომდინარე იქიდან რომ წარმოვიწყეთ დიდი პროექტი, დიდი პლატფორმა, ეს არ იყო მხოლოდ ლოკალიზებულად ახალი ოფისი, ეს იყო ორი შენაკადი პროექტი, ერთ-ერთი უკვე ჩაშვებული, რომელიც დევს ტაქსის აპლიკაცია, განსაკუთრებით მორგებული და ასე ვთქვათ, ფოკუსირებული ქართველ და არა მხოლოდ ქართველებზე, პრინციპში მხოლოდ იქითკენ რომლებიც მოგზაურობენ თავის მიგრანტებზე, ხო. თავის ენაზე, მაგრამ მოდის ასევე გზაში არის Native Tax Pro, რომელიც უფრო გლობალური იქნება და მას სხვადასხვა ფუნქციებიც ექნება, არ იქნება მხოლოდ ტაქსების გადახდა და ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენ და ჩვენი მომხმარებლები ძალიან ვიმეგობრებთ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ნდობა რომელსაც ჩვენ თქვენთან ერთად ვაშენებთ, თქვენს მიმართ ვაშენებთ, ეს არის ჩვენთვის ყველაზე ღირებული და ძვირფასი, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ჩვენ არ ვარსებობთ და შესაბამისად ამას ძალიან ვფრთხილდებით. მაგრამ გარდა იმისა, რომ დანიელი არის არაჩვეულებრივი მენეჯერი ამ ყველაფრის, როგორ თქვით? პროცეს მენეჯერი. ამის გარდა დანიელს აქვს ასევე ცხოვრება. როგორც ყველა ჩვენ გვანს და დანიელის ცხოვრება არის ძალიან საინტერესო ბევრი ემიგრანტისთვის მე ესე მეჩვენება, იმიტომ რომ ბევრისგან მსმენია, რომ მსგავს გზაზე ფიქრობს და შესაძლოა დანიელის მაგალითმა ბევრს მოგცეთ რაღაცა ინფორმაცია და გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ. კერძოდ დანიელს არჩეული აქვს სამხედრო კარიერა და გვინდა რომ ამაზე ცოტა მოგვიყვეს რატო, როდის გადაწყვიტე, რამ გადაგაწყვეტინა, რა ფაქტორებმა და რამდენად კმაყოფილი ხარ ამით. კი, რა თქმა უნდა. უკვე 2 წელი არის ჯარში მსახურობ, 2 წლის წინ შევედი ჯარში, ანუ US Army, New York Army National Guard არის, კერძოდ US Army და ძალიან კმაყოფილი ვარ. ანუ ამერიკის არმიის ნაწილია ეს რა, იმიტომ რომ ერთი-ორი უწიგნური ადამიანი ინტერნეტში საქართველოსდან წერდა რომ გვარდია New York Guards ესე ქვია ხო? დაცვას ნიშნავს ეს არისო პოლიცია შინაგანი ჯარის მაგვარი რაღაცა. არის სისულელი აბსოლუტური, ეს არის ამერიკის არმიის ნაწილი, ხო? კი, რა თქმა უნდა. ეს არის ანუ მე კერძოდ მსახურობ New York Army National Guard-ში და ეს არის ჩვეულებრივი ერთ-ერთი ბრენჩი, ანუ ერთ-ერთი განყოფილება ჯარის ჩვეულებრივი და არის რამდენიმე სხვა, რა თქმა უნდა და ეს არის ვინმეს უნდა პირდაპირ ეთერში, ანუ პირდაპირ ეთერში არ ვარ სამწუხაროდ დღეს. ხო.
და ეს არის ხო როგორც რეზერვი დაახლოებით ესეთი ის არის თვეში ერთხელ მიწევს წასვლა და კი ან ზაღმაყოფილი ვარ ანუ გარდი ანუ national guard ყოფილი აირით ხარ უფრო მეტად რა არის რაც მოგწონს ყველაზე მეტად აი ამ შენს გადაწყვეტილებაში ალბათ ის გამოცდილება რაც შევიძინე და ის ადამიანები ანუ ვინც გავიცანი იმიტომ რომ ანუ ყველა შტატიდან შევხვდი ადამიანს ძალიან კარგ ადამიანებს ჯარისკაცებს და ძალიან ვაფასებ მათ ანუ მართან ერთად მუშაობას ძალიან ანუ პროფესორ გასწავლეს ხო წასული იყავით იქნით რა კურსები გაიარე და რა ძალიან ბევრი კურსები გავიარე თავიდან იყო 10 კვირიანი basic training-ი ეს არის ეგრეთ წოდებული კარანტინს რომ ეძახიან 10 კვირიანი და ამის შემდეგ რამდენიმე თვე იყო AIT ანუ სამსახურზე მომზადება ჯარის სამსახურზე სპეციალობა და რუსებსაც ქონდათ მე რაც გავიარე სამხედრო სპეციალობა იგივე საბჭოთა ჯარში მე ვიყავი სვიზისტ ანუ მე კავშირი მორზეს ამბანზე შენ ვინ ახარ სპეციალობით ხო ანუ ის მაგრამ შენ არ იმას გიქნია ხო მე აღარ გაყევი ოფიცრობა მე ჯარში არ ვწავ საინტერესო მამა ჩემი იყო ვიში სტრელოკ თუ რაღაცა ეგეთი ანუ სნაიპერი იყო ტიპი ხო ვოლგოგრადში მსახურობდა და იყო სნაიპერი მე ჯარის უნივერსიტეტში არტილერისტი ვიყავი ვითომ არტილერისტი რა თქმა უნდა ერთხელ მახსოვს მასროლინეს ზარბაზნიდან და ის გვეუბნებოდა ჩვენი ვისა უნდა მოგამერთხა თავრობის სახლისთვის და მოხდა კუსტვას Kam Rusiji იყო იო-მაიო ნაჩერიპაში озеро попала. ეგრე დაუმეცნიერდა და წეს თუ მოეცათ ლეიტენანტის წოდება. მაგრამ ამ გამაზულის როლის გამო არა კაცო მაგის გამო მაგას სხვებს არც უსწრიათ ისე მისცეს მაგის გამო არა უბრალოდ ბოლომდე არ გავყერნე მაგას თუ დაიშალა ის სამხედრო კათედრა აღარ მახსოვს ნუ ისე რა ის შეგზნება შენ სპეციალობა ხარ ბოლო მითხრა ანუ ეხა ჩემი unit-ი არის military police მაგრამ ანუ ეს ჩემი სპეციალობა არის სამხედრო პოლიცია მაგრამ შენ პირადად მე პირადად თუ შენ დასდო ემიგრანტებს არა მე არ და უბრალოდ დეზერტირებს ეგ არ არის სამხედრო პოლიცია არა არა საერთოდ არა ეს არის ამ სამხედრო პოლიციაზე ხება მარტო ჯარისკაცების ანუ ბაზის კონტროლი მარტო მეტი არ ჯარისკაცების ხო იმიტომ რომ სამწუხაროდ ზოგჯერ ისინი წაშავთ აი თავი კითხვა არის აი რამდენად შენ პირადად რა სპეციალობა მოგცეს ამ ტრენინგი მე ანუ ყველა როგორც ყველა ჯარისკაცი არის პირველი სპეციალობა ყველა ჯარისკაცის და ასევე ვარ weapons expert ეს არის იარაღის ექსპერტი კი რომელი weapons შედის ძალიან ბევრი ანუ სასროლი იარაღი კი რა თქმა უნდა თუ ისა რაკეტები და ტანკები ჩაოლებრივი small arms ანუ firearms ხო firearms ყველაზე კარგი რომელია მაგ ესე ვერი თქვენ რომელია ან ყველაზე ეფექტურად რომელი კლავს არ ვიტყვი ვის შემოჭრილ ოკუპანტ უკრაინაში თქო M4 არის ამერიკის ჯარის ერთ-ერთი როგორც იტყვიან თავარი M4 რა არის M4 არის rifles ეძახიან არის M4 არის მე მგონი ავტომატით AR ხო ეგრე AR-16-ს გავს კი ოღონდ ეს არის მხოლოდ ჯარისთვის machine gun არის არა ჩაოლებრივი როგორც ავტომატს ეძახიან ქართულად ესეთი ის machine არის პულიმეტი მე მგონი რომ ესე რო ისრვის ეგ ანუ მიჯრით რო ისრვის ეგ machine gun-ი არის რომელსაც ანუ ხელით არ ატარებენ ისე ძირითადად დევს ხოლმე ერთ ადგილას და ანუ იქიდან ისრვი ეგეც გეხება მაკედანს მისრვია ავტომატს რა ქვია rifles ეძახიან ანუ რომელსაც რო დააჭერდა რო ისრვის ეგ მაგას რა კი rifle ჩოლე AK ჯობია თუ ისა M4 რა თქმა უნდა AK უფრო რუსული სტილია ჩვენ არ გვეხება ანუ ეს ხომ არა აქ არ არის რუსული იარაღი ჩვენთან ჯარში არ არის რუსული იარაღი ჩემი აზრით სასროლებში ჩვენ გვისვრია რუსული აქ AK-დან საბჭოთა ქვეყნებში ხო მაგრამ აი აქ სხვა წარმოება ალბათ ხო რაღაცა
კი, ამერიკული წარმოება არის ყველაფერი და ჩემი აზრით ამერიკული იარაღი ბევრად აღემატება რუსულ იარაღს, მაგრამ ისიც მინდა დავამატო, რომ რუსული იარაღი არ მისვრია, საერთოდ შეხება არ მაქვს. არც მინდა რუსული იარაღი. AK ვისროლებს. მე არ მისვრია ეგ. არა. AK მე არ მისვრია. პრინციპულად არ ეკარები, ხო? არა. ალერგია მაქვს AK-ს. ავტომატ კალაშნიკოვა ქვია ეს AK. ეგ არის AKM-ი? აი არის ემი არის სხვა AK-ც არის ავტომატ კალაშნიკოვა უკაროჩინე, ანუ შემოკლებული არის მოკლე ვერსია, უფრო დესანტისტვის რა, ესე იკეცება. მე ეგენი დაშლილა წყობილი 30 წამში იყო ისა სკოლაში მოგვეთხოვება და მაგის დაშლა და სკოლაში? კი. გახდებოდა იმარა სკოლაში. საბჭოთა სკოლა იყო, სამხედრო მომზადება ერთ-ერთი ის იყო მთავარი. და გუირაკაი რაღაცები გამახსენდა ჩვენი მასწავლებელი ხითარიძე. მაინც სანამ გააგრძელებ ერთი რაღაც ვახსენოთ, რომ არ გიმსახურია, მარტო ტრეინინგი ქონდა და მაინც ჯარში. რო არ თქვა რომ მამამისი საბჭოთა ჯარში იყო. აი, შეიძლება ხო? მე არ მიმსახურია, მე ვარ გამოცდი. ანუ მე ჯარისკაცი ვერ გავხდები, იმიტომ რომ მამა ჩემი საბჭოთა ჯარში იყო. არა, ანუ არასასიამოვნო ის არის უბრალოდ თორე რაღაცა requirement-ი და ის არ არის ხა მალხას არც მოქალაქეობას საბჭოთა კავშირში არც მოქალაქეობას არ მიცემდნენ საბჭოთა კავშირის ციხეშიც. ასე რომ რამე სხვა It's just not a preference ეგეთი ის არის რა. ისე tax preparations დავარეკლამებ. არა, უბრალოდ ეგ ფაქტი მინდოდა მეთქვა რომ მაგრამ მალხას არავინ არ მიცემდა მოქალაქეობას. რაღაც ისეთი ის რო ქონდა საბჭოთა მებრძოლი ყოფილი. რო ეჯახები ეს. აუ, პოდიში. შეიძლება Sorry. ჯედავს. მე ხოდა. არა. ვერ მომჩნევ. ხოდა, აი კითხვა რა მაქვს ახლა ნახე. თან აი თქვათ მე ვარ ვიღაცა გიორგი და ჩამოვედი გუშინ წინ ამერიკაში და არ ვიცი რა გავაკეთო და მაგრამ მოქალაქეებს ეხებათ ეს? ჯარში მოქალაქეს შეუძლია? ანუ ეს არის ერთ-ერთი misconception-ი, ქართულად როგორ თქვა არასწორად გაგებული აზრი, რომ ამბობენ რომ მწვანე ბარათი არ გჭირდება, რომ ჯარში წახვიდე. ანუ მწვანე ბარათი არის requirement-ი, ანუ მოთხოვნა. მწვანე ბარათით წახვალ? კი, ჩვეულებრივად წახვალ მწვანე ბარათით. მოქალაქეობა არის. მწვანე ბარათით წახვალ და 5 წელი რომ დაელოდო ის იმას გაგიუქმებენ მაშინვე და მაშინვე გაძლევენ მოქალაქეობას. ანუ გიჩქარებს მოქალაქეობას. აი ნახე რა სასარგებლო ინფორმაციაა, მეგობრებო. კი. მწვანე ბარათით თუ წახვალთ ჯარში თურმე ეს დაგიჩქარებთ თქვენ მოქალაქეობის პროცესს. სხვა შორის მე ვიცნობდი ერთი 10 წლის წინ ადამიანს, რომელიც სადაც გავლილი ქონდა რამდენიმე კემპის, ქართველი ჯარისკაცი იყო, ჩამოვიდა და წვალობდა ძალიან. და ამ დროს გავლილი ქონდა ნატოს რაღაც მომზადების კურსები საქართველოში რამდენიმე ის იყო და მეგონი მომის მონაწილეც იყო. და მკითხა რომ რა ვქნა, მითხარი არიან რეკრუტერები მიმართე რაღაცა თვითონ ვერ მოახერხა. იყო მწვანე ბარათით ჩამოსული. მერე გაუგე ერთ-ერთი ტელეფონი და 1-2 თვის მერე შეხვდა და ძალიან მლოცა რა. ნუ იპოვე ჩემი ადგილიო, იპოვე რასაც საქართველოში ვაკეთებდი მთელი ცხოვრებაო. ზუსტად ის გავაგრძელებდა ისე შემხვდენა როგორც დიდ სპეციალისტ და აი ის რო მესი რო ჩამოსულიყო სათამაშოდ. ეგრე შემხვდენა ისე მიღესო და ყველანაირი პატივი მცესო და მოქალაქეობას ველოდებიო, ესეთი რაღაცა თქვა. კადას არის. ეგეც ერთ-ერთი ის არის, ანუ აქ ყველა ამბობს რომ აქ ყველა ამბობს რომ აქ ძალიან დიდ პატივს ცემენ ჯარისკაცებს და ძალიან აფასებენ და ეს ძალიან Thank you for your service. არავის არ ეუბნებიან ქუჩაში მე მგონი. არა, კაი, ფორმა რო ჩაიცვა და გახვიდე ქუჩაში ახლა ძალიან დიდ პატივის ცემას ვცნობ ადამიანების მხრიდან, ძალიან ბევრი ანუ ეს მოდიან და დადებითი განწყობა აქვს ძალიან შენს მიმართ და ეს ამ ძალიან დასაფასებელია და კი ან მე არ პაციფისტები არ გესმიან თავს. და ისა ფულს გახდევინებენ ყველგან. სხვათა შორის ან ძალიან ბევრ ადგილას ან ფასდეკლებას გიკეთებენ ან ძალიან ბევრჯერ ყოფილა ის შემთხვევა რომ საერთოდ გახდევინებენ რომ ეს ჩემზე არის. კეთხვიან ინგლისურად it's on me. და ხო ანუ ესე გიყურებენ და ცოტა ანუ ის მომენტიც მაქვს ხოლმე მერიდება ზოგჯერ რა ესეთი ის რა.
განსაკუთრებით ახალი ჯარისკაცისთვის, ახალი 90-იანი წლების თბილისის ფორმა სპეციალურად იცმევდნენ, რომ მე ეძარცვა თვითონ მე ჯარისკაცი ვარ და ბუტკებს დარცვალდნენ. ამ დროს ესეთი თაობა გაიზარდა ბატონო მალხაზ, რომელსაც ერიდება ფასდაკლებას რო უკეთებ. რამხელა დაბადებული 97 წელს და მე მახსოვს რომ ანუ ვაფშე ნიპრიჩომ ტიპები იცმევდნენ, ანუ სად კერავდნენ ამ ფორმას და დადიოდნენ და აჩაღებდნენ საწყალ ბუტკებს. მაგრამ არ გვინდა ამ თემაზე ხო? სხვათა შორის აქაც ანუ ბუტკებს არ აყაჩებენ, მაგრამ აქაც არიან ძალიან ანუ ფეიკები, რომლებიც ანუ თამაშობენ ვითომ ჯარისკაცები არიან და ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ ეგრევე ემჩნევათ რა რაღაცა ჯარისკაცი რო შეხედავს სხვა ჯარისკაც ანუ ფორმა როგორაც ვია, ყველაფერი იცის ზუსტად ზეპირად, აი რასად უნდა ეკეთოს და ეს ასე ხო და საერთოდ რო არ უკეთია რაღაცა არასწორ ადგილს უკეთია, აი ეგრევე obvious არის ძალიან რა. ან ისეთი გამართული არ არის ისეთი მიხრა-მოხრა რა როგორ ჯარისკაცი ახლა. ჯარისკაცი ანუ ისიც რო არაცვია ხო რაღაც. ეგ არის კაპიტალიზმის ბრალი კიდე. ანუ აი რამდენი კამუფლაჟური დასაცმელი იყიდება ვაფშე აი როგორ შეიძლება მაგის ტრენდირება მე არ მესმის. რატომაც არა. ვიცი. არ სწორია. მოსახერხებელი თუ ამორალურია ჩემი აზრით. არა, მოსახერხებელზე რატო კამუფლაჟის ნაჭერი, ანუ რა შუაში ხარ შენ მილიტარისტულ ცხოვრებასთან, ანუ მაგრამ ეს კამუფლაჟიც ანუ ისეთი არის რა, აი ზუსტად როგორც ჩვენ გვაცვია, ეგეთი არ არის ხოლმე უმეტესობა, აი განსხვავდება ძალიან. სადღაც მე მგონი საქართველოში ერთი პერიოდი ჯარიმა შემოიღეს და აქ არ ვიცი მაგაზე რა, ანუ ეს პროსტა так არ შეიძლება გეცოს რაღაცა ფორმა, ანუ სიმბოლოა და შენი იდენტობაა და რაღაც ჩესტს იღებ იმ ფორმით თუ რაღაცა, როგორ შეიძლება ეგეთი. ხო. კარგი რა, ხელფასის ხრივ და რაღაც მოგვიყევი ცოტა მეტი ჯერ. ხელფასის ხრივ, ანუ კარგად იხდიან თუ ამერიკის თავრობა. სხვათა შორის, ანუ ხელფასის ხრივ, ანუ მე პირადად თვეში ერთხელ ადგანს დავდივარ და დიდ დროს არ ვატარებ იქ, ანუ სულ რამდენიმე დღე მიწევს ხოლმე წასვლა. სულ რამდენიმე მილიონი და სულ რამდენიმე მილიონს მიხდიან. არა. კარგი იქნებოდა მაგ ჯერჯერობით. მაგდეს არ მიხდიან. ჯარი, მაგრამ ხო, ანუ ჯარის გადახდა, ანუ ხელფასი არის, ანუ პირადი, ანუ ეს არის რა ქვია. იმასთან არის დაკავშირებული თუ რამდენ ხანს ატარებ იქ და რანკი რამხელა რანკი გაქვს შენ. ხო, ანუ შენი თანამდებობა და შენი კომიტმენტი, ანუ რა დროც გაქვს გატარებული. და ანუ ყველა სხვადასხვა ის აქვს, ანუ მაგალითად ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღე მიდის, იმას არ უხდიან იმდენს, რა თქმა უნდა, ვინც ყოველ დღე იქ არის და აი თუ გააქტიურეს და წაგიყვანეს მერე თვეები. ხო, აი მაგ შემთხვევაში საკმაოდ კარგად გიხდიან. თუ გაგააქტიურეს და ყოველ დღე იქ ხარ და ანუ სახურობ ყოველდღიურად და რაღაც მიშენზე ხარ სიტყვაზე, ძალიან ბევრ რაღაცას გიმატებენ, ანუ ძალიან იწევა შენი ეს რა ქვია, ხელფასი. მიშენის დროს ანუ რაღაც ბონუს სისტემასაც არის? კი, სხვადასხვა რაღაცები ემატება, ანუ სიტყვაზე სახლის ქირას გიხდიან. მაგაში პირდაპირ ხო, ანუ მაგალითად თუ იხდი სიტყვაზე რენჩი 2000-3000, ეს მთლიანად ჯარი 3000 არა, მაგრამ ნუ რამდენიმე 1000, ანუ 2000 ჯარი გადაგიხდი სიტყვაზე რენჩ პლუს activation-ის ხელფას ექსტრას დაგიმატებს იმ საბაზისო ხელფასიდან, ანუ რაღაცეები ემატება ბევრი. და თუ ყოველ დღე იქ ხარ, ცუდი არ არის ხელფასი. ცუდი არ არის, ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს ჯარს. ძალიან ბევრი ადამიანი კმაყოფილია. მაგრამ რისკებიც ხო აქვს. მოდი დაუნსა ისენ ups and downs-ებზე რისკები რა თქმა უნდა ჯარს კი არა, ჯარს რა თქმა უნდა გაათმაგებული. არა ჯარში რა რისკი შეიძლება იყოს. რა ვიცი. ომში შენ არ გიწევს წასვლა და არაფერი. და რა მისიებზე იყო ხა შენი იუნიტი აქ? ძალიან ბევრი მისიაზე გააგზავნეს ჩემი იუნიტი, ანუ ერთ-ერთი ბოლო იყო ვაშინგტონში, ვაშინგტონ DC-ში გააგზავნეს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. იცავდნენ ხო, ანუ მთელ ვაშინგტონის პერიმეტრს. კონკრეტულად ანუ თეთრი სახლის იმას და იყვნენ გააქტიურებული დაახლოებით 1-2 კვირა. და სამწუხაროდ მე ვერ შევძელი წასვლა, იმიტომ რომ ცოტა ხნის წინ მქონდა ოპერაცია. და ამის გამო არ წამიყვანეს, მაგრამ ეს დიდი სიამოვნებით წავიდოდი ამ მიშენზე და მაგის მერე კიდე ერთი იყო, ხო? კი, მაგის მერე კიდე ერთი
მიშენი იყო და მე 2 წელია უკვე მსახურობ და ჩემამდეც ძალიან ბევრი მიშენი ჰქონდათ იმ ადამიანებს, ჩემ კოლეგებს, ჯარისკაცებს, რომლებიც შეიძლება საზღვარგარეთაც წაიყვნენ, ხო? კი, ისრაელში. სამწუხაროდ მაგას ვერ იმას ვიზამ თუ რაღაც ვიცი, ეგ წინასწარ მაგაზე ლაპარაკის უფლება არ გვაქვს, კი, სამწუხაროდ. და აი პერსონალურად მაინტერესებს ისევ შენზე, რომ ეს შენ სულ გქონდა, რომ ყოველთვის გინდოდა რომ რაღაც ჯარში წავსულიყავი? ხო, რომ სამხედრო მიმართულებით გაგევითარებინა შენი შესაძლებლობები. არა, სულ არა, ალბათ ბოლო რამდენიმე წელი, ანუ 21-დან დაახლოებით, ანუ 27 წლის ვარ და 21-დან და ალბათ 24-მდე რაღაც ამ დიდი სურვილი მქონდა. და სამწუხაროდ სანამ მწვანე ბარათი არ ავიღე, არ შემეძლო წასვლა ჯარში, მაგრამ როგორც კი ავიღე, შევძელი და წავედი. და ერთი მიზეზი არ ყოფილა იმის, ანუ რატომაც წავედი ჯარში, ბევრი მიზეზი იყო და რომ მეკითხებიან ხოლმე, რომ აი რატო წახვედი ჯარში, ზუსტად არ ვიცი ხოლმე რა პასუხი გავცე, მაგრამ ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა. შეიძლება არ არის ყოველთვის რაციონალური, ხო, ეს მომენტი. კი. რა თქმა უნდა. აი, ეხლა მე კიდე რა მაინტერესებს, თქვენ ხო გინდათ რამეს? მე კიდე რა მაინტერესებს, აი ეხლა ძალიან ვლაპარაკეთ რაღაცეებზე, რომ რა არის საჭირო, რომ green card-ი საკმარისია და შეგვიძლია ხო, ანუ არის. მაგრამ არსებობს რაღაცა სხვა ფიზიოლოგიური, ფიზიკური ასე კონდიციები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდე, რომ მოხდე? კი, არის ბევრი requirement-ი, როგორც ამბობენ, ანუ ქართულად რა მოთხოვნა. არის ბევრი requirement-ი, არის ბევრი მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდე. პირველ რიგში არის ასაკი ალბათ, სხვადასხვა ბრენდში, ანუ სხვადასხვა ასაკი. რაღაც ასაკი შეზღუდული. ხო, რაღაც ასაკის მერე შეზღუდული ხარ, დაახლოებით 40 წლამდე არის სხვადასხვა ბრენდებში, მაგრამ 40 წლის ზემოთ თუ ხარ, ყოფილა შემთხვევები, რომ მაინც ყოფილა, როგორ ვთქვათ, მიუღიათ რაღაც გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანს სიტყვაზე მაინც მივიღებთ, იმიტომ რომ შეიძლება ასაკი არ აქვს, 1-2 წლით უფროსი არის ჩვენ ასაკობრივ ლიმიტზე, მაგრამ დანარჩენ ყველაფერს აკმაყოფილებს და აწყობს ამერიკის ჯარს, რომ ეს ადამიანი მიიღოს, იმიტომ რომ აფასებენ ესეთი იმას და პროფესიონალია. კი, ან პროფესიონალია, ან ხედავენ ყველაფერს, ხო? და არის ფიზიკური, რა თქმა უნდა, requirement-ებიც, მოთხოვნებიც, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდე და აი მაგალითად როგორ რა გაინტერესებთ, რო ეს ფიზიკურ, მაგალითად აბარებ რამ ფიზიკურ ტესტებს? კი, ანუ სამედიცინო ტესტი არის, რომელიც უნდა გაიარო, რაღაც კარდიო, ისა. ანუ ესეთი performance არ გულისხმობ, რომ სიტყვაზე მოთხოვნა არის, რომ მაგალითად შეგეძლოს ამდენი გაირბინო, ამდენი როგორ არის წი, ანუ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ არის ხოლმე fitness ტესტი, მაგრამ თავიდან როცა ხელს აწერ კონტრაქტზე, თავიდან არ გამოწმებენ, მაგრამ აი სულ ამთავრებ მომზადებას, მაშინ უკვე თვითონ გამზადებენ მე პარალელურად. როგორ რაღაცა კი. აი მაგალითად ბოლოს უნდა ჩააბარო, რამდენად მიუახლოვდი რაღაცას თქვა. კი, ანუ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მინიმუმ გვაქვს ხოლმე ეს ტესტები. ფიტნეს ტესტები, რომელსაც ყველა ჯარისკაცი აკეთებს რა, გვიწევს გაკეთება და მიღების დროს უფრო ამდენად მომთხოვნები არ არიან, როცა თავიდან შედიხარ ჯარში, იმიტომ რომ პირველი რამდენიმე თვე ან ტრეინინგს გადიხარ მაინც ძალიან მაღალ დონეზე რომც არ იყოს თქვენი ფიტნესი, მაინც გააქვს შანსი რომ გაძლიერდე და ძალიან ბევრი რაღაც მიიღო და ისაკნა რა ქვია, გაიუმჯობესო შენი ფიზიკური მონაცემები. და ნუ ხელს გიწყობენ, ხელს უწყობენ ჯარისკაცებს და ძალიან მისაღებია. თუ ვერ ვაპარებს ტოვებენ და გააგრძელებს მომზადებას. მე კიდე ვერ ვაპარებს, კიდე ტოვებენ. შეიძლება იქნება. ანუ არ აწინაურებენ უბრალოდ. არა, ვერ ამთავრებს 4 თვეში, ამთავრებს 6 თვეში, 8 თვეში მომზადების კურსს. ერთი წელიც ყოფილა, ხო? კი. ეგ არის სავალდებულო, ეხლა რაზეც საუბრობთ. მაგრამ მე უფრო იმისკენ მივდივარ, თუ შენ გინდა რომ კარიერა დაუკავშირო ზოგადად რა, ან განაგრძო მერე. მაინც ყველას უწევს სამის ჩაბარება. ან მაინც ყველას უწევს სამის ფიტნეს ტესტების ჩაბარება და ეს ფიტნეს ტესტი არ არის ანუ რაღაცა ძალიან ძნელი.
აქ არის ანუ ქულების სისტემა, point სისტემა არის. შეიძლება მიიღო დაბალი ქულა, ანუ არც ისე მაღალი ქულა შეიძლება არ მიიღო, მაგრამ მაინც გადალახო ბარიერი. თავარი არის რომ ბარიერი გადალახო, თუმცა ეს არ არის მაინც და მაინც მიზანმიმართული, ყველა ანუ მაინც მაქსიმალისტები ვართ ამერიკის ჯარში და ვცდილობთ რომ რაღაც დონეზე მაღლა კონდეს ყველაფერი expectations-ი და ანუ რაღაც მინიმუმით არ მოყოფილდებით. მაგრამ თუმცა მინიმუმითაც შეიძლება გადალახო, უბრალოდ არ არის მაინც და მაინც ისევ ჩამორჩენილი. ხო, არ არის მაინც და მაინც სასურველი რომ რაღაც მინიმუმისთვის. ხო, ალბათ მოწონთ თუ ხედავენ რომ ფიზიკურადაც ვითარდები, ხო? კი, რა თქმა უნდა, ყველა მხრივ უნდა განვითარდე და ყველა მხრივ უნდა კონდეს წინსვლა. ნუ ამის გარდა აფინანსებენ სწავლას, აფინანსებენ ნებისმიერ კურსებს და ასე შემდეგ. განვითარებას კი უნივერსიტეტებს ნებისმიერ. კი, ძალიან. ესეთი IQ ტესტებიც არის, თქო. IQ ტესტი პირდაპირ არ არის, მაგრამ არის ASVAB, ესე ქვია, ASVAB და ეს არის ტესტი სხვადასხვა აი როგორც უნივერსიტეტში არის, ხო, ეს რა ქვია? SAT, იმის მსგავსი არის, რაღაც სხვადასხვა საგნების ტესტი არის ერთად შეკრებილი და ამ ტესტის გავლა ყველას უწევს და რაც უფრო მაღალ ქულას მიიღებ, უფრო მეტი არჩევანი გაქვს პროფესიის, რაც შეიძლება აირჩიო. თუმცა ერთი მინუსი იმ ჯარისკაცებისთვის, ვისაც მხოლოდ მწვანე ბარათი აქვს არის, რომ რაც არ უნდა მაღალი ქულა მიიღო, შეიძლება შენი სასურველი პროფესია ვერ აირჩიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პროფესიას აქვს მოქალაქეობის requirement-ი, ანუ მოქალაქე უნდა იყო. და სამწუხაროდ ესე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, ვერ ავირჩიე ის პროფესია, რომელიც მინდოდა. ანუ shortlist-ი მქონდა 9 სხვადასხვა ანუ პროფესიის, რაც მაინტერესებდა, ანუ 9 სხვადასხვა MOS-ი, ესე ეძახიან. Military Occupation Specialty და ამ ცხრიდან 8 სჭირდებოდა მოქალაქეობა. რა გინდოდა? აუ ძალიან ბევრი intelligence ერთ-ერთი ის არის. რა გინდოდა რა აგერჩიო? ხო, intelligence ქვია, ანუ Intel არის, ხო, ერთ-ერთი განხრა, ანუ ფინანსები და ესეთი ისინი და სამწუხაროდ ეს ფინანსებსაც კი ჭირდებოდა მოქალაქეობა. არსებობს ახლა ეგეთი მიმართულება? ეხლა შეიძლება შეცვალო. ეხლა შემიძლია თუ კონტრაქტს გავაგრძელებ, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ასევე მინდოდა ოფიცრობა, ანუ თავიდანვე პირველი დღიდან მინდოდა, ფიქრობდი ანუ და ვიცოდი რომ თუ ჯარს გავყვები, მინდა რომ ანუ ოფიცრის გზას გავყვე და არა ჩვეულებრივ ჯარისკაცის, მაგრამ ეხლა ვფიქრობ ანუ დავრჩები თუ არა. ამ გამოიწვია შენი ხომანი ასე ვთქვათ. ალბათ ბევრი მიზეზი არის, მაგრამ ტრავმა და ძიმე ტრავმა აქვს ხარზე და ეგეც ერთ-ერთი მიზეზი არის. მაგრამ ასევე მომეწონა ძალიან ბიზნესის ანუ სამყარო, ანუ ეს ინდუსტრიაც საერთოდ და სხვა ანუ ბიზნეს ინდუსტრიები და კი და ერთი რაღაცა გავაცნობიერე რომ ანუ ჯარს და ბიზნესს ერთად ვერ შეძლებ, ანუ ჯარს და სხვა პროფესიას, რა პროფესია არც უნდა იყოს, ერთად ვერ შეძლებ სამწუხაროდ, ერთს უნდა დაუთმო თელი დრო და ენერგია. თუ არ არიან ბიზნესმენი ჯარისკაცი. ოფიცერი ბიზნესმენი. რომელიღაცაში არ იქნება. არიან, ოღონდ რაღაც დონემდე შეგიძლია ალბათ მიხვიდე ერთ-ორ სახს ეკიდე და Airbnb-ზე გააქირავებ, ანუ ესეთი ბიზნესმენი შეგიძლია იყო, ხო? რომელიც შენ არ გინდა, შენ გინდა უკეთესი ბიზნესმენი. ბარებისიც გითხარი, ხა გეცოდინება, მე ამოვჭრით პროსტა მე და მოხაზის გვაინტერესებს. კენედი ვინ მოკლა? არ ვიცი, ეხლა ხანს გახდა declassified და და მე მგონი ცოცხალია ამბობენ, არ მომხდათ. რომელი ამბობენ რა ცოცხალი? არა, იმ ტრამპმა თქვა. ეგ არის კენედია ცოცხალია. რომელიღაცა კონსულზე ყავს გადამალული და ეს. ტრამპა შეიძლება ის ითქვას, რომ მე ვარო თვითონო კენედი. ტრამპი არის ახალი კენედი, ოღონდ ისა რა ქვია, ეს ზაგარი აქვს. იცი რა კითხვა? ეს მართლა მოსაჭრელია. არა, თქვენ არაფერი არ გემუქრებათ ამ ტრამპზე და მე არ ვიცი. აი სამ, იცი რა კითხვა მაქვს? რა ხდება რაღაცა თუ გაეცი რაიმე საიდუმლო სამხედრო? ჯერჯერობით ესეთი მე არ მიქნია. არა, იცი რა ინტერესებს. რა სიტუაციებს გაეცი არ იმას კი არ ვიძახი რომ მოსკოვში ჩახვედი და თუ გაეციო რა რა სიტუაციებს რომ მე მაგალითად აი გამოვედი და პრეს კონფერენცია მოვიყვანე, მინახავს ერთი ეგეთი ვიდეო რომ
რომელიღაცა მისიიდან დაბრუნებულმა ტიპმა გააკეთა სამხედრო რაღაც პრესკონფერენცია მოიწვია და ნუ საშინელებები მოყვა იქ ამერიკელ ჯარისკაცებზე ხო და რა სიტუაციაა არა რეალური ტიპი იყო ეს იმას ეთყობოდა მაგარი დატრამული იყო ეთყობა მოყვა იქ სერიოზულ დაბომბვებში და ეხა ცნობილია რომ დაბომბვებში მოყოლილ ადამიანებს კიდე ცალკე ფსიქიკური მიმართულება ის რომელსაც სუნკურნალობა ჭირდება რატომღაც სუიციდურები ხდებიან ძალიან ბევრი და ეს პრესკონფერენციაზე ეს ტიპი ტიროდა ვაფშე პროსტა ტიროდა ძალიან უცნაური იყო და ძალიან ზღავდა ამერიკას დახია იქ რაღაცეები არ მახსოვს რა ექო იმ ტიპს ეს ძალიან საწუხარო ის არის და რატომღაც ეჭვი გამიჩნდა ისტორია არა მაგრამ რატომღაც ეჭვი გამიჩნდა რომ ანუ ვიღაცამ გამოიყენა ესეთი მისი ეგეც ხო ფსიქიკური პრობლემები და ესა და ეს ძალიან დაბალი დონეა ჩემი აზრით ძალიან სამწუხარო და ტრაგედიაც არის რომ ვიღაცა ადამიანი რომელიც არ არის კარგად გამოიყენო ცუდი მიზნებისთვის თავის ქვეყნის წინააღმდეგ ჩემი აზრით არსებობს ესეთი ინფორმაცია მე არ ვიცი ეს რამდენად ნამდვილია მაგრამ მსმენია რომ ამერიკა თავის ჯარისკაცების გამოსახსნელად არ მიდის ტყვეების ის გადასარჩენად არ მიდის მე არ გამიგია ეგეთი ანუ არ ვაჭრობს ტყვეებით ეგეთი რაღაც არ მაწყობს მართლა არ ვაჭრობს ტყვეებით მე ესე ვიცი არსებობს ეს ფილმი Buried იცი? არა. ტერორისტებთან მოლაპარაკება არ არის, ეგ პრინციპია, ეგეთი ტერორისტებს არ მოელაპარაკება, ფული არ გადაუხადა. ხო. მაგრამ ეგენი რომ მიდიან მე გამოხსნის მისიები და რაღაცა. აქვთ მაინც ოპერაცია. რავით, ისტორიულად არის ამერიკის ჯარი მართლა იმით ცნობილი რომ არ ტოვებენ არც ჯარს. ანუ ტყვეების შიფულს არ იხდიან თუ რაღაცა ეგეთია აი ტერორისტებს რომ ფულს არ აძლევენ გინდა ტყვე ჯარისკაცში გინდა ხო ეგ ალბათ ის პონტია რომ აზრი არ კონდეს ტყვის აღვარეს ჯერთი წაახალისებენ ტერორისტებს და მე იყო უფულო ტერორისტი და მე ხდება ფულიანი ტერორისტი და აძლიერა და აზრი არ აქვს მაგრამ ფულის მიცემას ჯობია მიხვიდე და ჩახოცოს უყოლა და გამოიხსნა შენი ჯარისკაცი გამოიხსნა არ ვიცი თუმცა ხო უბრალოდ სმენად ეგ ერთი ფილმი რო არის ბარი თქვია ტიპი იღვიძებს რაღაცა კუბოში ძალიან ცნობილი B კატეგორიის ფილმი არის რომელსაც ძალიან დიდი ფული მიშოვა რა ანუ მართლა ერთ ამხელა ცინკის კუბოში არის გადაღებული ტიპი იღვიძებს და არაფერი არ აქვს ტელეფონი რომელიც ჭდება აქვს ჟიგალკა და არ ახსოვს ვინ არის რა და ესე რეკავს ახლა სამხედროა იდეაში და ესე რეკავს და სადღაც მან არის გაჟღერებული მაგრამ მან კერავს რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ტიპი იყო რომ მაინც მიდიან რომ ეძებენ რომ ამ იპოვონ სად არის დამარხული რომ ამოთხარან რა ცოცხლად არის დამარხული ძალიან თქვენ კი არ გიყვართ ჰორორი მაგრამ ჰორორს გააჩი ეს ჰორორი არ არის რეალურად ეს უფრო რაღაცა ექშენია არა ეს survival type არის ეგ ჟანრი ხო და მე პრინციპში მოგწურე ჩემი შეკითხვები უნდა რამდენი ხანია ეთერში ვართ ეგ არ ვიცი ის მაინტერესებდა რა ქვია მიზანზე ის თქვენმა ივენტმა როგორ ჩაიარა ხოლმე საწუხაროდ ვერ მოახერხე მოსვლა და მე ვიყავი და კარგად ჩაიარა გადატენილი იყო ბარი ბევრი ხალხი იყო ძალიან სხვა ხალხისგან გავიგე რომ ძალიან მაგარი იყო ბოლთან ეს პირადად სხვა არის ახლა თვითონ სიმართლე გითხრა ახლა ბევრგან წამიკითხავს და რაღაცა მაგრამ ბევრ ქვეყანაში დაჟე არა თუ ბევრ ესა საქართველოში ანუ ევროტურიც მქონია საუბარი არის მაყურებელს უთხრათ ლიტერატურულ კითხვის საღამოზე რომ აქ ნიუ-იორკში არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო არ მიყვარს ამ სიტყვის ხმა მაგრამ საკმაოდ პრესტიჟული ლიტერატურული გამოცემა ქვია KGB Lit და რომელიც მიბმული არის ამ პროექტს რომელსაც ქვია KGB ბარი KGB
ასე ვთქვათ, KGB-თ. Ყველა ჩვენ საუდეთით და მივედით ჩვენი ფეხით KGB-ში. მან იყო ძალიან მაგრამ არაფერ შუაში არ არის KGB-სთან ის არის მე როგორც ვიცი. წითელი სიმბოლიკი ქონდა, სისხლით ხოლმე გაჟღენთილი. ესთეტიზაცია აქვს KGB-ს. კედლებზე ლენინი და რაღაცები იყვნენ, ბერია და რაღაცა. კი, სოცარტი მიუხედავად იმისა, სისხლიანები იყვნენ თუ აი, მართლა კედლები წითელია. ხო, მაგრამ გადაუბენ მაგით. KGB-ს არა, იქ კომუნისტი არ არის ხა დამფუძნებელი, რა თქმა უნდა და იქ საერთოდ მისული და წამკითხველი ადამიანებისთვის მუზეუმია უფრო ვიდრე რაღაცა ეგ ბარი. ცოტა ოდნავ ამის ის შევატყე რა, როგორ თქვა, ცოტა სიმპათიზირება არა, მაგრამ უფრო აკვია გაადამიანურების ისა მაგათ მათ გამოსვლებში კომუნიზმის ძალიან მემარცხენე ულტრამემარცხენე სიტუაცია იყო ჯერ მაგრამ შეიძლება იქ მე არ მგონია ეგენი მემარცხენეები ის სიმხლე რო გითხრათ არა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ განსაკუთრებით ავტორები არა. ავტორებს რაც შევატყე იყო, რომ ძალიან ორიენტირებული არიან ქალ ავტორებზე, რომლებიც explicit, ანუ ღიად სექსუალურ თემებზე წერენ და ეგ არის მაგათი ნიშა. ემანსიპირებული, კაი ავტორები იყვნენ მართლა, რამდენიმე განსაკუთრებით და ივენთი იყო ძალიან კარგი. აი ალბათ სწორი სივრცე და ყველაფერი. ხო, ეხლა თავის ვაგინაზე კითხულობდა ერთი გოგო ამ საბჭოთა იმაზე რაღაცა ისტორიაში, გარემოში და ისეთი დისონანსი არის აზრობრივი. ეხლა რეალურად მაგათთვის მართლა მუზეუმია ეს. სიმპათიზირება საბჭოთა კავშირის იყო ამერიკის მწერლობაში სხვათა შორის გაკრას ისტვილიჩში რა მაგ არეაში მაშინ როცა გინზბერგი ჯონ ლენონი იყო ფაქტიურად კომუნისტი ანუ ისეთ რაღაცებს მღეროდა ხო Imagine there's no possession ეგ რა არის კომუნიზმია No religion too ხო ანუ აბსოლუტურად კომუნისტური სიმღერაა ხო ეგ ხიტი მაგათ კონდათ ეგ სიმპათია გუნდაური რა თქმა უნდა რკინის ფარდი სიკით როგორც იქიდან აქეთ კონდათ სიმპათიები აქედან იქით კონდათ რომ ამათ კაპიტალიზმი არ მოწონდათ იმიტომ რომ თავის მანკიერებები კონდა არ იცოდნენ ან არ უნდათ რომ ცოდნოდათ რა ხდებოდა იქ გულაგებში ეგ მე არ ვიცოდი რო იყო ეგრე ხო და ჯონ ლენონს კი რო იყო არ ვიცი ანუ ჯონ ლენონის ფაქტობრივად კომუნისტი იყო და ანარქისტი. ცოტა კონდათ ესეთი სიმპათიზირება კონდათ. გინზბერგიც ახლა პოეტი. გარიყვნენ ალბათ ნამყოფები და იმით რომანტიზირება ხდებოდა რაღაც. აი ხა ცოტა პატარა რომანტიული ხო, რომანტიზირება უცხო და აი რაღაც ალბათ კარგია აი ხო არსებობს აი რაღაცა მაფიოზური ესთეტიკის ის აზე მოდიოდნენ იქ გადადიოდა და ცოტა ხანი იცხოვრებდნენ მე სტეინბექი ხო იყო ჩასული სტეინბექს გენიალური წიგნი აქვს დაწერილი მაგაზე ჯონ სტეინბექს ნობელის პრემიის მფლობელ ავტორს იყო იმოგზაურა სხვათა შორის მათ შორის საქართველოშიც მაგაზე სკვერ რუსული დღიურები და ფოტოგრაფია ახლა თან ძალიან ცნობილი თავისი და ის წიგნი უნდა წაიკითხოთ უბრალოდ მიხვდებით ხა შეუძლებელია იმ საბჭოთა კავშირით მოიხიბლო მაგრამ კომუნიზმი როგორც იდეა როგორც ფურცელზე წერია რომ ომების მთავარი მიზეზი რო ქონება არის ტერიტორიები და რაღაცეები ეგ თუ არ არსებობს ამ ესენ არ არსებობს პოეტი არ იყოს იდეალისტი მე მათი მესმის ხო ხდები ყველანი არიან უტოპისტები და იდეალისტები ანუ მათერი კომუნიზმი პირიქით მტაცებლური რაღაცა თავისი ბუნებით. სოფლიო კომუნიზმის დამყარებაზე იყო ლაპარაკი და სოფლიო წყობა კომუნიზმიდან, სოფლიო რევოლუციის გავრცელება. ასე რომ სადღაც 45 წელს მაქსიმუმ რაც გააკეთეს გერმანიის გაყოფა და იქ სოციალიზმის ხო, იმიტომ რომ სტალინი იყო იქ. ეხა სტალინს აგრე კიმ ჩენ ენის იმას დემოკრატიული ხალხის რესპუბლიკა ქვია, ხო და მაგრამ ეს ხო ნიშნავს რომ დემოკრატიაა ცუდი მაგის თქმა მინდა ანუ კიმ ჩენ ენი დემოკრატიის სახელით ხუმბარას ესვრის კედელზე მიყრდებულ მინისტრს რომელსაც ჩაეძინა მის გამოსვლისთვის ასე რომ ჩემი აზრით არც ესენი იყვნენ კაპიტალისტები და არც ისინი კომუნისტები საბოლოო ჯამში ყველანი იყვნენ უბრალოდ
ჩათლახი ადამიანები, რომლებიც მოაჯდნენ დიდ ქვეყნებს და იმპერიებს რა. ანუ ამიტომ მგონი ხომ რომ მინდა რომ გამომიჯნო ყველა. სოციალისტური იმპერიალიზმი ხო კიდე განდავართ გადაბადებული და გაზდი. ხო, აი ეგეთი ადამიანები არ არიან უკვდავები. მაგათ აჯენდაში უბრალოდ ინდივიდი არ არსებობს ეგეთი რაღაცა. რაღაცა. სტალინი რო ყოფილიყო. ხო, წარმოიდგინე. და ლენინი და ჰიტლერი. ნუ წარმოიდგინე. პუტინი და ტრამპი. ყველა ერთად. ხო და ცოტა გაგიხარდება რო ხასა. ადამიანი რომ მოკვდავია ხო? მოკვდავია და 80 წლის რო არის და კიდე 5 წელი იქნება ხუთზე და და მე რაღაცა მე გვიშველება ინსულტი მოუვანა. ინსულტი ან რა ქვია იმას გადატრიალება. აი მოიცადე ხო მაგარი დამავიწყდა რა ქვია იმას. დაავადება რამე? რო ავიწყდება ალცჰაიმერი. ალცჰაიმერის დროს უფრო საშიშები არ არის შეიძლება რაღაც ისეთი ჩაიდინონ რომ რა ვიცი. ალცჰაიმერი რო დაგავიწყდება ნიშნავს რომ უკვე გეწყება. კი ბატონო. მოდი ჩვენს გეგმებზეც ვილაპარაკოთ. რას ვაპირებთ? ჩვენ ოფისში მოგიხსენებათ ვიმყოფებით 509 Brighton Beach Avenue-ზე, სანამ ტაქსების სეზონი არის აქტივირებული, ჩვენ მუშაობთ ძირითადად თქვენს გადასახადებზე და ტაქსებზე და საბედნიერი ვართ იმით, რომ გვაქვს თქვენი ნდობა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი რაც ჩვენ ძალგვიც და რაც ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს. ბევრი იდეა გვაქვს და ბატონო მახს მოგვიყევით რა შევთავაზებთ. იდეის გარდა რაც დაწყებული გვაქვს და რაზეც ბევრი წელია მუშაობთ ის უკვე არსებობს ის სერვისები რომელიც განახლდება გადასახადების სეზონის მერე. ეს არის კრედიტ საკრედიტო ქულების გამოსწორება, შექმნა, ბიზნეს კრედიტის ჩამოყალიბება, ბიზნესისთვის სესხების აღება, გაკეთება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი საქმე. ასევე ბიზნეს კონსალტინგი, ლიცენზიების აღება ახალი ბიზნესებისთვის, რაც ასევე შედის ძალაში უკვე რამდენიმე კომპანია სვემსახურებით და მიმართულებით. ასევე ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა არის ბუღალტერია, დიდი კომპანიების, მცირე და საშუალო კომპანიების ბუღალტერია, ყოველდღიური და ყოველთვიური, რაზეც ასევე მუშაობთ და უკვე არსებობს ამის ბაზა და კლიენტურა და ასე შემდეგ. და ალბათ ეხლა დაემატება ცალკე გამოიყოფა. ცალკე სფეროთ ეს იქნება tax resolution, ანუ გადაწყვეტ უკვე ARS-თან მოლაპარაკებები კლიენტების სახელით იმ მიზნით, რომ შეუმცირდეთ, გაუნახევდეთ, გაუმესამეთ და დაკისრებული ჯარიმები. ეს დაკისრებული ჯარიმები მოდის იქიდან, რომ არაკეთილ სინდისერ ან გამოუცდელ ან გუშინდელ ბუღალტრებთან იჭერენ საქმეს და მე მოდიან 10,000-ობით ჯარიმებით. მე კვირის განმავლობაში მინდოდა მენახვებინა კიდევაც ის ფურცლები, რითიც მოდიან ეს ხალხი. 11,000, 45,000, 50,000. რაღაცა საინტერესო ისტორიას ყვებოდით, რომ საერთოდ ვიღაცას რამდენი უთხრეს, 11,000 უთხრეს, რომელიც საერთოდ არამუშავარიც კი არ ქონდა მაგის ნახევარი ვიღაც. არა, ნუ როგორ არის, 10,000 ქონდა ნაშოვნი არის არასწორი გატარებების და არასწორად გაფორმების გამო კომპანიაზე ქონდა ნაშოვნი პირადზე გადატანილი არ იყო ის შედეგი, ანუ ესკორტი ქონდა ადამიანი გაიგებს და ესკორტის შედეგი პირადზე არ იყო გადატანილი, პირადზე ჩაუთვალეთ პირადად მიღებულ მოგებად და 11,000 ჯარიმა გადასახდელი. ხა ამას ელაპარაკები ARS-და გეუბნება, რომ აგერ ეს ხო, ეს უნდა გაგეკეთებინათ ესე, არის ორჯერ ორი რა ხო, არიცოდა იმან რომ ის გააკეთა და ამაზე რო ლაპარაკობთ, მე გვიბრაზდები. ჩვენ გვიბრაზდები, ვამბობთ, რომ არ ქნათ ძმებო, დებო ხალხო ისეთი რამე რომ გამოცდილ ხალხთან. ჩვენთან ნუ მოხვალთ, მიდით გამოცდილ ხალხთან ბოლო-ბოლო გაიგე. თუ მაინც და მაინც ჩვენ გვიბრაზდებით. მიდით სერტიფიცირებულ ადამიანებთან, რომლებმაც იციან ეს. არ შეიძლება თქვენი ფინანსები, ეს არის ფაქტობრივად
ამერიკასთან ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. თქვენი გადასახადები არის რა პიროვნება ხართ თქვენ ამერიკისთვის. იმიტომ რომ თქვენ პრეტენზია გაქვთ მე როდესაც ამერიკასთან ურთიერთობთ, ხო, მე შენ ტაქსებს გიხდი, ანუ მე მონაწილეობას ვიღებ იმაში, რომ შენ პენსია გასცე და პოლიცია დააფინანსო და ის და შესაბამისად ეს უნდა გააკეთოთ ჯარიც დააფინანსოთ, რომ გჭირდება დანიელს სოფასი გადაუხარო. თუნდაც ამ დროს შეცდომით აკეთებს ვიღაცა ან გულ გრილად ან 2 წუთს ხარჯავს თქვენზე და ან უცოდინრად და ამის გამო მე მოდიხართ ჩვენთან რომ გამოვასწოროთ კი ბატონო ჩვენ გამოვასწორებთ იაფად არ ვიმუშავებთ ამაზე იქნება ძვირი სერვისი მინდა თქვა იმიტომ რომ მაშინ მოდით და გააკეთეთ უკვე პროფესიონალთან არ გიქნებათ ესე. ანუ ჩვენ მაგას რომ ვამბობთ რომ პირდაპირ ჩვენთან მოდით, იმიტომ კი არ ვამბობთ რომ რაღაც. იმიტომ ვამბობთ რომ ეს უფრო იაფია თქვენთვის. ესე უფრო იაფად გამოდიხართ. მაგიტომ ვამბობთ რომ თქვენ გირჩევნიათ ეგ თორე. ჩვენ ასეთეს ორკაპიკად და 7-ად ვძინავს. კი ბატონო, გეძინოთ 7-ად სანამ არ მოგაკითხავენ. ან ნახოთ რამდენ ხანს გაგრძელდება ეგ 7 ძინი. ჯერ მაგით დავიწყოს. ანუ მისი არ გამოვიდეს რომ ვინმეს ცუდი გაგვიხარდება, უბრალოდ ადამიანების მხრიდან ცინიზმს ვიღებთ ხშირად, რაც ინტერნეტს ახასიათებს, ეგ არაფერია. ყველა ადამიანს აქვს თავისი ცინიზმის ხარისხი და მივესალმებით ჩვენც გვაქვს ცინიზმი, არ გვაკლია, მაგრამ იმის თქმა გვინდა რომ როდესაც ჩვენ ამ მესიჯებს ვაჟღერებთ, ამაში დევს თავარი აზრი ის რომ თქვენ უფრო გაგიაფთეთ სინამდვილეში, იმიტომ რომ ეს ამ შესაბამის გამოსწორება არის ხანგრძლივი პროცესი, დიდი შრომის მოლაპარაკებები იმასთან შეიძლება არც გამოვიდეს რაღაც მომენტში. ის ხალხი რომელიც დღეს ამბობს რომ მე ჯერ ტაქსების შევსება ვისწავლე და მე ინგლისურით შემომესწავლა. ის როგორ მოგიგوارებს ურთიერთობას აერესთან, მე ან შტატთან. აი მაგას შევხედავდი რა, დიდი სიამოვნებით. აერესთან ურთიერთობაც შემოესწავლოს, ეგეც ბევრი არის ისეთი, რომელსაც ქართული შემოესწავლა ჩვენ კომენტარებში. საერთოდ. და წერაც კი შემოესწავლათ ქართულად. თავიდან რაღაც შეცდომები ქონდათ, ეხა ნაკლები, მაგრამ მოდით მაგას დავიდეონებოთ, ვიყოთ პოზიტიურები. კი, პოზიტიურები. მაგრამ მე მინდა და მეთქვა, რომ ეს სერვისი გამოიყოფა ცალკე. და იმ ცალკე გამოიყოფა ნიშნავს, რომ დაედება რაღაც ტარიფები უნდა მოიფიქრო, რა ეღირება აერესთან წარმომადგენლობა, ვინ იქნება ეს აერესთან წარმომადგენლობები. ხო, რა ურთიერთობა აქვს მას ამ აერესთან სიტყვაზე რა. ნუ უნდა გაკეთდეს პროცესი შედგება SOP, რასაც ქვია Standardized Operation Procedures, რასაც ქვია, ის უნდა ჩამოყალიბდეს, მოვიდა ესეთი კაცი, როგორ ვემსახურებით, როგორც აი თქვათ რა ვიცი, მანქანების ვულკანიზაციაში რომ მივიდეს კაცი და საბურავის პრობლემით, ხო? იქ უნდა იყოს დანადგარი, უნდა იყოს კაცი და უნდა იყოს ფასი, რომ ეგ დაახოთ ესე უნდა ჩამოყალიბდეს, რომ შემდეგი რომ მოვა ვინმე, ისე ჯიგრულად კი არ ავიღებ ტელეფონზე დაურეკავ, ფასების მიხედვით გადაიხდის რაღაცას და ისეთი მომსახურება იქნება პროფესიონალური, ასე ვთქვათ. კი ბატონო, იმიტომ რომ და ჩვენც მაგაში მეტ კომპეტენციას მივიღებთ და მეტად დავხვეწთ რახან ხედავთ ბაზარზე ესეთ პრობლემას. მე ის შეგაწყვეტინებთ, მაგრამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო დღეს წერდა ვიღაცა რომ რაღაცა პრობლემა ქონდა და ჩვენ დაუკომენტარეთ ხო თქვენ რომ ვიღაცებს ხშირად უფასოდაც ვეხმარებით თუ ეხა რაღაცა ისეთი არ არის ხო ანუ უნდა იცოდეთ რომ ჩვენი მიზანი არის დაგეხმაროთ პირველ რიგში და ნუ რა თქმა უნდა დაგეხმაროთში სერვისისგან გამომდინარე რაღაცა ხარჯი თუ არის რა თქმა უნდა გადასახადიც არის ხო ამიტომ სწორად რომ გავიგოთ ხოლმე ჩვენი მესიჯები მაგალითად ესეთი არაჩვეულებრივი გავირუსებული ჩვენი მოდელი როდესაც გეტყვით რომ არასკროლოთ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ მაშინ არასკროლოთ მაგრამ რო გეტყვით რომ ინგლისური არ ისწავლოთ ნუ დაუჯერეთ ისწავლეთ ინგლისურიც ფრანგულიც გერმანულიც ყველა ინგლისური პირველ რიგში იმიტომ რომ ინგლისური არ ისწავლოთ იმიტომ რომ ტაქსებია გადასახდელი ინგლისური იმიტომ ისწავლეთ რომ გჭირდებათ და გინდათ და მოგწონთ და ყველაფერში გამოგადგებათ ტაქსები არ არის მიზეზი რის გამოც ინგლისური უნდა ისწავლოთ ადრეც მოუყევი ამერიკელ მითხრა შეხვედრე ქართულ მძღოლს
და იყო ცოტა ნაწყენი რა, ესე იგი უთხარიო რომ აქ გააჩერეო და 100 მეტრის იქით გააჩერაო. უკვე რომ ყვირილი ავტეხიო რომ გააჩერეო და მე ვენებოდი ფულოვერო და იმან რაღაცაო ფულოვერის იყო თავისთავზე ყურება ფულოვერო ვენებიო და არ გააჩერაო და მე ვენებიო რომ მარცხნივ მაინც შეუხვიო წრე დაერთხაო მარჯვნივ მოუხვიაო ანუ აი ეს ინგლისური ცოდნა არის რა ვიცი უაღრესად მნიშვნელოვანი იმის თუ არ იცით არ არის პრობლემა თუ არ იცით ინგლისური მაგის გარეშეც გადაიხდით გადასახადებს კომფორტულად ეს იყო ჩვენი მესიჯი მხოლოდ მიხარია რომ ვიღაცებს ემოციები გამოიწვია ადამიანებში მაგას რა ჯობია ჯანმრთელი ემოციებიც იყო და რა თქმა უნდა ისიც იყო რა ქვია და უამრავი ნახვარი ძალიან შემეშინდა და მაგის მე ყველაზე საინტერესო რომ ტიპი ამბობდა ერთი იყო ყველაზე გენიალური რომ კაროჩე რა ყაზახებიო თუ ვიღაცებია იყვანესო თავის ენაზე საუბრის გამო ანუ სადღაც რომელიღაც შტატში დაიჭირეს იმის გამო რომ ინგლისურად არ იცოდნენ და ინგლისურად არ ლაპარაკობდნენ და ანუ ხალხმა შეწყვიტა ინგლისურის სწავლა ამის თქვენი კლიპის გამო ანუ მე ბედნიერი ვქნები ესო მოხსენით იმიტომ ხალხმა შეწყვიტა აი ეს არა მე ბედნიერი ვქნები თუ მე ვიქნები სადაც აზახები დაიჭირეს და ეხლა ქართველებსაც ემუქრენ ქართველები შემდეგი იყვნენ ეგ მაგას ვერ მივხვდით ჩვენ რა მასშტაბის დეზინფორმაცია არის და როგორი და ეს არის ხალხი რომელსაც აწყობს რომ ხალხი იყოს შეშინებული რა რას ნიშნავს ინგლისური თუ არ იცი გაგადეპორტებენ რას სისულელია ანუ თანამდებობის პირები არიან რომლებიც ორ სიტყვას ძლივს აბავენ ინგლისურ ენაზე რა შუაშია ინტელექტთან შენ კანონიერებასთან რა კავშირშია ეს ყველაფერი ან ეგ არის ძალიან ეგეთ ხალხს ევიდეთ მეგობრებო რომლებიც გეტყვით რომ ინგლისური თუ არ იციან იცოდეთ აუცილებლად უნდა იცოდეთ მაგრამ თუ არ იცით რა შუაშია დეპორტაციასთან ეგ მე ასეჯერ ვამბობ ამ პოდკასტში რომ მიხედოთ სულ ყველამ თვითგანვითარებას შესწავლას ენების პროფესიების ქვეყნის დავიშე ჩვენ მოგეხმარებით მაქსიმალურად რაც ჩვენ შეგვიძლია ენის სწავლაში არა მაგრამ რა ვიცი სიტუაციებში კონსალტინგი ჩვენთან უფასოა ბევრი სერვისი კონსულტაციები და ასე შემდეგ და მაგის გარდა ცოტა კიდევ უფრო დახვეწა და განვითარება მინდა და დანარჩენი უნდა მიხედოთ თქვენი თავის დახვეწას და თქვენი დამატებითი ცოდნის მიღებას ყოველდღე ბევრი ადამიანი მოდის და ამბობს რომ მე ინგლისურს ვერ ვისწავლი და მაინც თქვენ უნდა მომეხმაროთ მაგრამ რა ვიცი ნუ გამოვუტანთ ამას განაჩენი საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვა დღეში ერთ წელიწადში სულ სხვა ადგილას მიგიყვანთ კი სულ არის 1000-2000 სიტყვაზე საუბარი რა 2000 სიტყვა თუ იცი უკვე შენ პროფესიაში ძალიან ხა იმ პროფესიებში ასაც ტრაკ დრაივერი და ძღოლი და რა ვიცი ესეთ თუნდაც მომლელი ტრაკ დრაივერის და ძღოლს დაჟე მე მგონი არ ჭირდება 2000 300 სიტყვაში ჩაედევა 300 სიტყვას კიდე სამ თვეში ადამიანი ჩვენ გამხარდება რომ იცოდნენ 300,000 სიტყვა და ამიტომ ისწავლეთ ინგლისური ისწავლეთ მეგობრებო ინგლისური და რა ენაზეც გნებავთ იმ ენაზე ჩავაბარეთ ტაქსები ორივე ვიცით ჩვენ რომ გინ ქართულად მოგესახურებით გინდა ჩვენ არა გვაქვს მაინც ამეთ ქართულად მომსახურების ჩვენ მინდა რომ ისე მიმართულებით გავიდეთ რომ multilingual ანუ ბევრი ენაზე მომსახუროთ კლიენტებს და ალბათ მომავალი სეზონიდან ესე იქნება ესეც იქნება ხო იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ახალი ჩამოსული რომელიც სანამ ისწავლის ამ ინგლისურს იმას ხო სჭირდება სერვისი ახლა გასაგებია რომ ვიღაცამ შეიძლება უკვე ისწავლეთ თუნდაც უკვე ამერიკელი კლიენტების ბევრი ყავს ინგლისურად მოლაპარაკე ასე რომ ჩვენ ეგ არ გვიჭირს ასე რომ ყველა რომ ინგლისურად ლაპარაკობდეს არც ეგ იქნებოდა ჩვენთვის პრობლემა უბრალოდ გავუვადვილეთ ადამიანებს რომ სანამ ინგლისურს ისწავლიან მაგრამ ქართული არ დაივიწყო. მოდით ქართულს არ დაივიწყოთ და მოდით ჩვენთან და ისაუბრეთ ქართულად. ქართულობას ხო არ აკარგულებთ ხალხს.
მაგით ანუ ამბობდი რომ ნუ დავუკარგავთ ქართულობას, ნუ ვისწავლეთ ინგლისს. ჩვენ ქართულად ხომ მეგობრებო. ჩვენ ქართულად მომსახურებით ყველას კიდე იცოდეს ინგლისური. აქვე კიდევ ერთხელ თქვათ რომ ტაქსების სეზონი ბოლო თვე დაიწყო ფაქტობრივად ბოლო ორი კვირა ხო? ხვალიდან იწყება ბოლო ორი კვირა, სადაც მართლა უნდა იჩქაროთ, მართლა ანუ აი ახლა ვინც უყურებთ ამ პოდკასტს, უბრალოდ დაგეგმეთ ხვალინდელივე დღე დარეკეთ ჩვენთან, ან მოგზავნით პირდაპირ 509 ბრაიტონზე და მოიგვარეთ ეს საკითხები, თუ ჯერ არ მოგიგვარებიათ, ძალიან მნიშვნელოვანია და ასე რომ არ დაგავიწყდეთ, არ გამოტოვოთ იმის გამო რომ რაღაცა დატვირთული რეჟიმი გაქვთ. აიღეთ ხელში ის თავი დოკუმენტი, რითიც უნდა წარსდგეთ ხელისუფლებასთან ამერიკის საიმიგრაციო საკითხის გადაწყვეტისას. თუნდაც უკვე გქონდეთ გადაწყვეტილი და მწვალებარათი გაქვთ წელის გამოტოვება ყველაზე დიდი სისულელეა. თუნდაც იმისთვის რომ საპენსიო შეღავათები ქონეთ მერე, თუნდაც იმისთვის რომ ნებისმიერ მოქალაქეობაზე რო ხარ გასასვლელი და არავინ დეპორტაცია საერთოდ არ გემუქრება. მე ყოფილვარ მაგამოსტაზე და სულ წლებით დამითვალეს, რამდენი წელი მქონდა ჩაბარებული გადასახადები და ყველას ეკითხებიან ამას მოქალაქეობის გამოცდაზეც კი და მე როგორ მოქალაქე ხარ და მეც არ უნდა გამოტოვო ეგ ფაქტია და კიდე ანუ არა მარტო სულ ახალ ემიგრანტებს მიმართავთ ჩვენ ვინც აქ ცხოვრობს ბევრი მოვიდა და წელს აღადგინეს რამდენიმე წელიწადი გამოტოვებული ჭკვიანურია ეს და მიხედეთ ამას თუ იქნება გამოტოვებული იმიტომ რომ სამომავლოდ ამას მარტო შეღავათები და ბენეფიტები მოაქვს თქვენთვის. რა თქმა უნდა, ფაქტობრივად რაღაცა ის არის. ქულების დაგროვების სისტემა რო არის, რაღაც ბონუს სისტემა, რაღაც ვიდეო თამაშებში ეგეთი რამე არა. სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და გექნებათ უკეთესი ცხოვრება. ჩვენ უბრალოდ ვარსებობთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ამაში, რომ უფრო მოკლე გზები ნახოთ ამ სწორი გადაწყვეტილებების და ასე შემდეგ და რავი, იმეგობრეთ ჩვენთან, გამოიწერეთ ჩვენი გვერდები, ჩვენ დალაიქეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს. ჩემი აზრით დღეს ყავდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სტუმარი, რომელმაც ბევრი ისეთი რამე გითხრა, ერთიანად რომ ადამიანები ვინც ფიქრობთ მაგ მიმართულებით განავითაროთ თქვენი კარიერა დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი გაიგეთ მე პირადად ძალიან ბევრი გავიგე და მადლობა დანიელს რომ იყო ჩვენი სტუმარი გარდა იმისა რომ ესეთი skillful ადამიანი არის თავისი აი ამ კონკრეტულად ტაქსების გადახდის მიმართულებით ასევე აქვს ძალიან ბევრი და დიდი ცოდნა სხვა მხრივაც და იარაღის სპეციალისტი არის, ასე რომ გვიხარია რომ ესეთი გუნდი ვართ, გუნდის სხვა წევრებსაც დროთა განმავლობაში გაგაცნობთ, ანუ იმიტომ თქვი თავიდანვე რომ ეს სერიის სახეს მივცემთ ჩვენ ამას და გაგაცნობთ ჩვენ გუნდს უფრო ახლოს. ყველა გადაცემაში ერთი ადამიანი საინტერესო ესი ადამიანები. გვინდა რომ გაგვიცნოთ რა, უბრალოდ იცოდეთ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ, რა ღირებულებები გვაქვს და უფრო მეტად გვენდოთ მე რა თქმა უნდა ყველაფრის შემდეგ. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. სხვადასხვა არც ერთი არ ვეწევით არაფერს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ყველა ეპიზოდს უყურებ თქვენსას და ძალიან საინტერესო არის და მე ძალიან ბევრს ვსწავლობ თქვენი პოდკასტიდან. დარწმუნებული ვარ მაყურებლებიც რა თქმა უნდა და იმედი მაქვს რომ კიდე დიდი ხანი გააგრძელებთ და კიდე ჩვენს სიამოვნებას მივიღებ. მადლობელი ვართ რომ ბევრი ხალხი მოდის და გვეუბნება რომ გიყურებთ და ის ალბათ ბევრი პოტენციური კლიენტი ჩვენი უკვე არსებული კლიენტები უყურებენ ამას და გუშინ მოსულან ძალიან ბევრი დღეს გავიგე პოდკასტიდან. პოდკასტი და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველა მაყურებელს, ყველას ვინც
ცდილობს რომ რაღაც მიგვითითოს შენიშვნა მოგცეს აქ ასწავლოს ან დაგვეხმაროს ან რაღაცა გაგვიზიაროს. მოდიან კიდევაც და გვეუბნებიან რჩევებს სრულიად უცხო ადამიანები და ძალიან დიდი სიამოვნებით უსმენთ და ვითვალისწინებთ. კი ბატონო. იმედია ეს იქნება კიდევ ერთი პლატფორმა ქართველი იმიგრანტებისთვის, სადაც მათთვის გაკეთებული კიდევ ერთი კონტენტი არა ერთადერთი რა თქმა უნდა და კი, აი, დაგვიკომენტარეთ მაგალითად ახლა ამაზე გამახსენდა. თუ რამე თემა არის, რომელიც გაწუხებთ და გინდათ რომ ჩვენგან მოისმინოთ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი პარტნიორი სხვადასხვა მიმართულებით, ვინც მუშაობს და მოვიყვანთ ესეთ ადამიანებს და თავის კომპეტენტობას ჩვენ თქვათ რომ ვიცით დაახლოებით რა აწუხებთ ამ ადამიანებს. ამ ადამიანებს აწუხებთ სამსახურები, აწუხებთ საბუთები საბუთები, შემოსავლების ესე იგივე ფინანსური სტაბილურობა და გზა ფინანსური წარმატებისკენ. ნუ კიდე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, თუნდაც ჯანმრთელობის საკითხები და ასე შემდეგ. თქვენს დაგვიკომენტარეთ, რომელია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, უფრო სასურველი, რომელიც დავიწყოთ შემდეგი მაგალითად. აქტიურად ჩვენს კომენტარებში გვითხარით ნებისმიერი თემა, რაც გნებავთ რომ დავიწყოთ. და აგრეთვე თუ დააკომენტარებთ რამე შეკითხვა თუ გექნება ჯართან დაკავშირებით ან ტაქსებთან დაკავშირებით, მე შევეცდები რომ გიპასუხოთ. ეს გადასარევი. ხედავთ როგორი გულისხმიერი და საინტერესო რესპონდენტი ყავს და გუნდის წევრი. ძალიან ვამაყობ დანიელ საერთოდ თქვენი ოჯახის გაცნობით პირველ რიგში და შენიც განსაკუთრებით. ძალიან მიხარია რომ გაგიცანი ზაზა. და ერთ-ერთი ჩვენი ფავორიტი გუნდის წევრი ხარ მოკლედ. დიდი მადლობა ყველას გვიყურეთ და გამოიწერეთ აუცილებლად და გელოდებით შეხვდებით შემდეგ პოდკასტში შემდეგ ამერიკულ პოდკასტში ვინმე ან რამე საინტერესოთი დროებით.